მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ერთი ძალიან საინტერესო და სახალისო თამაში შემოგთავაზოთ. ციფრული და რომელიც სპეციალურად დავწერე ძალიან საინტერესო პროექტისთვის. და რომელიც იმედია აი ამ ძალიან დიდ წარმოჩენას გამოადგება, ყოველ შემთხვევაში სიამოვნებით წავკითხავდი მათთვის ერთ ლექციას 30 წლის შემდეგ. ალბათ 30 წელი არ დამეფხსნით. მოგლეთ. მინდა ახლა ავწერო დავალება, ოღონდ არა ისე როგორც აქ ჩანს, არამედ აი უფრო ხიარულად და უფრო შემიძლია საინტერესო. მოგლეთ. დიასახლისი მიდის ბაზარში და აქვს 20 ლარი. იყოს 20 ლარი და უნდა იყოს ორი პროდუქტი. ხორცი და მოსწნეული, რა ვიცი რა. და აქცია თუ კი დარჩება, შეიძლება გინოს რა, მასე არ არის ეს ამბავი და უნდა იყიდოს. და იცის რომ, ნახეთ, 20 ლარი აქვს და ხორცის ფასი არის თქვა 5 ლარი. და მოსწნეულის ფასი არის 2 ლარი. როდენება უნდა იყიდოს თქვა 2 კილო, ეს უნდა იყიდოს 5 კილო. მოდი ეს საერთოდ აქ გავანულოთ 1 წუთით და აქაც მონებრივია გავანულოთ. მოდი გავანგარიშოთ რა ხდება. ესე იგი, ხორცი გადაიხადა და ნუ დარჩენილი აქ 0 არის და რომ მივიღეთ შედერო ხორცი და მოსწნეულის შემდეგ მას იქნება სხვა პროდუქტს ვერ იყიდის, ნუ ამ შემთხვევაში გვინოს. აი ეს არის განუჩენლობის უდიდეს და აქ სადაც არ უნდა გაიაროთ. ესე აი აქ შეუძლია ყველა ეს ამ ბრუძზე რა წერტილები ყველაფერს ხედვა შეუძლია. ზევით არ შეუძლია, აქ დარჩება. აი მაგალითად ნახოთ, როცა ეს პირველად ვაკეთებ, მოდი ნახოთ, როცა იყიდა მაგალითად 1 კილო ხორცი რა ხდება. ხორცი შემოიწია. ხორცი აქ შემოიწია, ეს არ შემოიწია და არცერთი არ ზის. ამდენი კილო ხორცი იყიდა, 5 ლარად 2 კილო. ხორცი იყიდა 5 ლარად 1 კილო და 5 კილო 2 ლარად და კიდე დარჩა ფული. ხო? აი რა ხარ დავწეროთ აქ მაგალითად 3. გამოხდება. არ ვერ იყიდიო რა, მოკლედ და დაგიწერს ყველაზე ოპტიმალურ შენაძენს, ამას ჩვენ ახლა ვიზრუნებთ რა. მოკლედ აქ ხდება ოპტიმალური ვარიანტის პრობლემა, რომელსაც ჩვენ დავუმატებთ ამ ფუნქციას პირობას გაძლევთ თუ შესაძლებელია ხა და მე მგონი შესაძლებელია. მაგრამ უყიდა თქვათ ეს ხორცი, რამდენი 2 კილო და გადაინაცვლა მეორე აღზრდა მოსწნეული 2 ლარი და უნდა შეეძინოს მაგალითად 5 კილო მოსწნეული სხვადასხვა იმას ერთ ფასი აქვს, მაგალითად წითელი და მწვანე ბულგარული საკარავი და დაურეკა მეუღლე. კაცო უთხარ რომ წავმიღე ერთი ბოთლი ღვინო, იმიტომ სტომარი მოვიდა, რა ვიცი. აი როგორ აზროვნებს ადამიანი? პირველი რას აკეთებს? ამას ახლა მე არ გეტყვით ეს მოსავლემა თვითონ თქვა რომ მოდი ღვინო ღირს 5 ლარი, რა ვიცი, ნუ ხორცის ფასი. მოდი აქ ჩავდა გადაწყვეტ ბოთლი იყიდოს.
და ვთქვათ, აქ დაწეროს 1 ლარი. 1 კილო იყიდოს, არა 5 იყო, 2 კილო იყიდოს მაინც, ხო, ნახოთ რა ხდება. 19 შესაძლებელი ყოფილა. იყიდოს რამდენი ღვინო, ხო, აქ ძალიან ძლიერ უნდა ხაზებს გავატარებთ და იყიდა რამდენი უნდა დარჩა კიდე 1 ლარი დაჯდა ტაქსი და წამოვიდა. აი ტაქსის ამბავი კიდე ძალიან საინტერესო ამბავია ეკონომიკაში. ტაქსი რო ჩაჭდება. აი ეს არის მთელი ამოცანა. ოღონდ რა თქმა უნდა აქ მარტივათა უნდა სხვადასხვა ვარიანტი შეთავაზოთ მოსწავლეებს, უნდა ავსწავლოთ რას ნიშნავს შეზღუდული რესურსები, რას ნიშნავს ალტერნატიული ღირებულება, რას ნიშნავს გამოუყენებელი შესაძლებლობათა ფასი, რას ნიშნავს შემცველი და ურთიერთშემავსებელი რესურსები და კიდევ ბევრი და ბევრი რამ. და იმედია რომ ჩვენ ამას ერთიანად გავაკეთებთ.